ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 10. 2 კილოგრამი მასის სხეულის კინეტიკური ენერგია 9 ჯოულის ტოლიაო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულის იმპულსის მოდული. კარგით, მოდით ასე მოვიქცეთ, ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გვეუბნებიან, რომ მასა სხეულის არის 2 კილოგრამიო. კინეტიკური ენერგია არის 9 ჯოულიო. და ჩვენი მიზანია გავიგოთ თუ რა არის უკვე იმპულსი. პირველ რიგში მოდით ჩავწეროთ კინეტიკური ენერგია, ისტორია, კინეტიკური ენერგია ტოლია mv კვადრატ ნახევრის, ხო? და მოდით ასე მოვიქცეთ ამ ტოლობაში მრიცხველის და მნიშვნელის გავამრავლებთ m-ზე. მრიცხვას თუ გავამრავლებთ m-ზე მივიღებთ m კვადრატ v კვადრატს. შეფარდებული მნიშვნელს თუ გავამრავლებთ m-ზე 2m გვექნება აგერ. m კვადრატ v კვადრატი არის იგივე mv კვადრატი. ერთ ჭხირში თუ მოვაქცევთ, ხო? ეს კი ტოლი იქნება mv არის იგივე იმპულსი, ესე იგი p კვადრატი შეფარდებული 2m-თან გვექნება. აჰა. ესე იგი p კვადრატი შეფარდებული 2m-თან კინეტიკური ენერგიის ტოლი არის, რომელიც აგერ გვითხრეს რომ 9 ჯოულიაო. ხო? საიდანაც 9 ჯოულია, აქედან p კვადრატი ტოლი იქნება 18 2m-ზე თუ გავართ 18 ჯერ m, 18m, მასა გვითხრეს რომ არისო 2-ო, ესე იგი 18 ჯერ 2 მოგცემს 36-ს, საიდანაც p კვადრატი თუ არის 36, მაშინ იმპულსი ტოლი ყოფილა ფერსი 36-დან, რომელიც არის 6 კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამთან. შევხედოთ ეს რომელი პასუხია? ეს პასუხი G.